კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ადასტურებს, თუმცა მისი თქმით საწვავი არა სახელმწიფომ, არამედ ბიზნესმა შეიტანა და ეს ოკუპაციის შესახებ კანონის ფარგლებში მოხდა. ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტისა და ბენზინგასამართ სადგურებთან დიდი რიგების შესახებ არაერთი ინფორმაცია და ვიდეო ვრცელდება. მიზეზად უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობ ინდუსტრიაზე განხორციელებული თავდასხმები სახელდება. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია. კობახიძემ ბრიფინგზე 1 საათზე მეტი დაუთმო რუსოფობიაზე საუბარს. საზოგადოებაში ოკუპანტი რუსეთის მიმართ არსებული პროტესტი მან კონსპირაციულ deep states დააბრალა. სამარცხვინო უწოდა მოქალაქეების პროტესტს, რომელიც 2023 წელს რუსული საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლას მოჰყვა. ბრიფინგზე კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატიც გაიხსენა და თქვა, რომ შეთანხმებამ მაშინ საქართველო გადაარჩინა. აზერბაიჯანს სურს ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიითაც გავიდეს. ერთადერთი მარშრუტი კი საქართველოზე თურქეთსა და შემდეგ ევროპაზე გადის, განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. ისის თქმით, ბაქო ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს და ამ მიმართულებით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ რუსეთის ორ უმსხვილეს მარცვლეულის ტერმინალზე მუშაობა შეჩერებულია. როიტერსი წერს, რომ დარტყმების შედეგად დაზიანებულ ნოვოროსიისკის ტერმინალს წელიწადში დაახლოებით 8,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეუძლია.